როდესაც შენ მუშაობ ზვიგენებთან, შენ ან მსხვერპლი ხარ, ან შენ შეიძენ ისეთ თვისებებს, რომელი თვისებებით აღჭურვილიც, შემდეგ შენ თევზებს აღარ მოეწონები. ზვიგენის მეტაფორა აქ სტრესული, გაუსაძლისი, უჩვეულო გარემოს აღმწერია ამ შემთხვევაში, ხო? და მე რამდენჯერმე მაქვს მოყვანილი და ნათქვამი უკვე NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის, როცა მან სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა და უსვინეთ რა კარგ რამეს ამბობს ის ჯენსენ ჰუანგი, მდგრადობა და გამძლეობა აუცილებელი ინგრედიენტია წარმატების მიღწევაში. არ ვიცი როგორ აგიხსნათ სხვანაირად. იმედი მაქვს რომ თქვენ ყველას ტანჯვა და განსაცდელი გეწევათ. ბავშვებს ეუბნება წარმოიდგინეთ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსელებს, რომ იმედი მაქვს რომ თქვენ ყველას ტანჯვა და განსაცდელი გეწევათ. ვინაიდან სიდიადე ხასიათიდან მოდის და ხასიათი არ ყალიბდება ჭკვიანი ადამიანებისგან. ის ყალიბდება ადამიანებისგან, ვინც განსაცდელში იყვნენ და გაუძლეს. აი ეს გაუძლეს უმნიშვნელოვანესია აქ. იმიტომ რომ განსაცდელმა შეიძლება გატეხოს ადამიანი და დაამონოს, მაგრამ ვინც განსაცდელში იქნება და გაუძლებს, აი ის არის, ვინც ხვალინდელ დღეს ქმნის. და ეს უბრალოდ შესანიშნავი რჩევა მოზარდის სტენფორდელებისთვის, რასაც ჯენსენ ჰუანგი ეუბნება. ხო და თუ დაუკვირდებით მეორეს მხრივ, ხო, ჩვენ მშობლების უმრავლესობა მუდამ ვცდილობთ ჩვენი შვილები ავარიდოთ გამოწვევებს. იმ გამოწვევებს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოძერწოს მოზარდის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ესე საჭიროა ცხოვრების უამრავ ეტაპზე. და აქვე რა კარგია ისევ ჰარუკი მურაკამი უსმინეთ რას ამბობს, და როცა ქარიშხალი ჩადგება, შენ ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი, როგორ გაიარე განსაცდელი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ერთი რამ კი ცხადი იქნება. გრიგალს თავს რომ დააღწევ, შენ ისევ ის პიროვნება აღარ იქნები, რაც მანამდე იყავი. აი რა აზრი აქვს ქარიშხალს. კარგ მეზღვაურს შტორმი ქმნის და არა ამომწურავი ინფორმაცია შტორმის შესახებ. და მერე უკვე ამ მრავალგზის შტორმგამოვლილ, გამობრძმედილ, ნაომარ, ნაბრძოლებ, მრავალჯერ დაჭრილ, შეუპოვარ მეომარს, მომდევნო წარმოუდგენელ გამოწვევის ზღვარზე ბედისწერა ხორში რომ ჩაშჩურჩულებს, შენ ვერ გაუძლებ ამ გრიგალს ის დაგცემს და გაგანადგურებს. მეომარი ჩუმათვე დინჯად უპასუხებს. მე თვითონ ვარ გრიგალი. უსმინეთ ჯაბას პოდკასტს.